ვარჯიშობთ, ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ და ასე ვთქვათ, ძალიან კარგია, როცა ის პერიოდი გაქვს, რომ მომემზადო კარგად თამაშებისთვის, იმედია, რომ ის ჩვენს საკითხად დასრულდება თამაშები და კარგად გნობთ ყველა თავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მომეხმარა კლუბი, რომ ნაკრებისთვის ჩამოსულიყავ 100% მზად და დიდი მადლობა მინდა გადავხადო მათ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, იციან ჩემთვის რა მნიშვნელობის თამაშია და მაქსიმალურად კარგად ასე ვთქვათ, მომემზადე ამ ნაკრების თამაშებისთვის და იმას აღნიშნავ, რომ სანამ 1% მაინც გვაქვს შანსი, რომ გავიდეთ ამ ჯგუფიდან, ყველაფერს გავაკეთებთ ბიჭები და ვიცით რა მნიშვნელობის თამაშებია ეს ორი თამაში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ისე გავაკეთებთ და ისე შევასრულებთ, როგორც წვრილი დაგვავალებს და სასიკეთო დასრულდება ჩვენთვის. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ამხელად რო გაქვს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, შენს მეგობრებთან ერთად და რა თქმა უნდა, როდესაც ესპანეთში ჩამოდიხარ, ის ქვეყანა და ის ქალაქია, სადაც 18 წლიდან 8 წელი გავატარე და ჩემთვის აქ ყოფნა მნიშვნელოვანია თვითონ გარემოსთვისაც და ჩემი ემოციური კავშირი ძალიან დიდია. რაც შეეხება მომზადებას, რა თქმა უნდა, როცა 5 დღიანი, 6 დღიანი შეკრება გაქვს, ყოველთვის შეგიძლია რომ იმაზე მეტი იმუშაო, ვიდრე მაგალითად 2 დღიან შეკრებაზე. რაც შეეხება ესპანეთთან თამაშს, უკვე რამოდენიმე თამაში ვითამაშეთ ესპანეთთან და ვიცით რამხელა მნიშვნელობის თამაშია და რამხელა სირთულის და ვცდილობთ რომ პირველი დღიდან ყველა კარგად მომემზადოთ და ვფიქრობ კარგი თამაში გამოვა და შევეცდებით რომ ჩვენ გულშემატკივარს შევთავაზოთ ის რაც ამ დროის განმავლობაში მოვახერხეთ და შევთავაზეთ. ყველა ველოდება ამ თამაშს სოფლიოს კვალიფიკაცია არის ვიცით ვილარეალში კარგად მოვეწყე და ყველაფერი მიდის კარგად და აქ ჩამოვიდით მოსაგებად ამ ორ თამაშისთვის ყველაფერს გავაკეთებთ რომ 6 ქულა ავიღოთ ვიცით რომ ძნელი იქნება მაგრამ ვჭირდება რომ გავიდეთ სოფლიო